მოგზადეთ მეგობრებო ყურადღებით ძალიან გთხოვთ ისეთი წამოძახილი არ იყოს რამე რომ აქ დროზე ადრე დავიწვათ. ვრეკავთ ახლა ერთ გასართობ ცენტრში რომლის ნომერიც აქ არის. ალო. გამარჯობა. სულ დროს ხომ არ გირეკავთ? არა გისმენთ. სწორად მოგცეს თქვენი ნომერი ბავშვთა გასართობი ცენტრის ფართზე აქვთ მგონი დარეკილი ჩვენს პროდიუსერს თქვენთან, ხო? კი, ვესაუბრებ. კარგი, გაქვთ დრო რამდენიმე წუთი რომ გესაუბროთ? დიახ. ჩვენ გვინდა რომ რამდენიმე საათით ვიქირავოთ თქვენი ფართი გადაღებისთვის. კი ბატონო. იცით ეს ხო? კი. ხო, მოკლედ ახლა რა ხდება? ერთ-ერთი ვარსკვლავის კლიპის გადაღებას გეგმავთ. გეტყვით ახლა ეს ოღონდ ვიდრე არ შედგება ეს გადაღება, იქამდე საიდუმლოდ უნდა დარჩეს. ხოლმე კლიპებისთვის, რაღაცეებისთვის, კინოს რაღაც ეპიზოდებისთვის, ასე რომ არც პირველია და არც მეათე შემთხვევა. ანუ გქონიათ მსგავსი გადაღებები? კი. ხომ არ შეგიძლიათ მაგალითად მითხრათ ვინმე ვისი კლიპიც არის თქვენთან გადაღებული? რომ არ განვმეორდეთ ჩვენ. მე მგონი ანასტასია ქვია YouTube-ზე. ანასტასია არ არის პრობლემა, არ არის, ჩვენ აბსოლუტურად სხვა სეგმენტი ვართ. მოკლედ, ჩვენ გვინდა აჩიკო მეფარიძე იცით რა თქმა უნდა, აჩიკოს კლიპის გადაღება გვინდა, ნუ მთლიანად კლიპს რა თქმა უნდა თქვენთან არ ვიღებთ, მაგრამ გვინდა რაღაც სივრცის გამოყენება, რომელიც ჩვენ გვირჩია ჩვენმა მეგობარმა, რომელიც თქვენთან ამყოფი არის. მე აგიხსნით დაახლოებით კონცეფციას რა იქნება და შემდეგ თუ რაიმე პრობლემა არის, თქვენ მითხარით, თუ გინდათ შემაწყვეტინეთ რა. მოკლედ, რა ნაწილს ვიღებთ თქვენთან? ჩვენ გვინდა რომ ლიმუზინით მოსვლა გადავიღოთ, კადრი პირველი, მოდის ლიმუზინით. ხო ხდებით როგორც ვარსკვლავი და შემდეგ შემოდის თქვენთან როგორც ბავშვი. ვაუ. კარგი აზრია. ხო, ანუ მოდის როგორც ვარსკვლავი, შემდეგ შემოდის თქვენთან როგორც ბავშვი, იქ სივრცეს როგორ გითხრათ, მოკლედ სივრცე გვინდა. ჩვენ სცენას უკან აქვს კულისი. კულისიც გაქვთ? კულისი რამდენად დიდია? აი მაგალითად არის კულისებში იმხელა ფართი რომ ჩვენ კლიპში მოვყავს მისი ფარშევანგები და ფართი გვჭირდება რომ ფარშევანგებმა კუდი გაშალონ. რამე ტირანოზავრი რექსი რაღაც ესე დინოზავრები არა, ეს თქვენი ისინი გაქვთ ალბათ ხო? გულისხმობთ სუპერგმირები და ეს ანიმატორები რაც ყავთ. არა, მეგობარო, მოდი მე ეხლავე გეტყვით რა. ეხლავე გეტყვით რა. გთხოვთ რა რომ თუ გყავთ მაგალითად სპაიდერმენი რა, ან მისი ფორმა გაქვთ იქ ან რაღაც, მაშინვე მოაშორეთ რა. ფობია აქვს საერთოდ ობობების და სპაიდერმენს, მისი დანახვა წარმოუდგენელი იქნება იქ. სპაიდერმენს საერთოდ უნდა მოვაშოროთ რა. მოკლედ, ერილობით რა ყველაფერი რომ მომწეროთ რომ რაღაცა იქ არ იყოს. კი ბატონო, თუ თქვენ დრო გაქვთ, მაშინ შეეშინდეს და ხო, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხა, იმიტომ გესაუბრებით, მე ასე ხვდებით, გესაუბრებით ვარსკვლავზე და იმის შეშინება ჩვენთვის ახლა ჩათვალეთ, რომ ეს საქმე საერთოდ დასრულდა, აღარაფერი აღარ გამოვა აქედან. კარგი, მაშინ მე ბატუტი გაქვთ თქვენ მან საერთოდ, აი თუ გაქვთ თქვენი ბატუტი. ბატუტი არა გაქვთ. კარგი, მაშინ მე გეტყვით ეს რაღაცა, ჩვენ მოვიტანთ თვითონ რაღაც პატარა ბატუტს, დავდგათ იქ ცენტრში, ანუ თავარი აზრი ამ სცენის, რასაც თქვენთან ვიღებთ, არის ეს, ხო, მოვიდა ვარსკვლავი, დაუბრუნდა ბავშვობას, ფარშევანგებმა გაშალეს კუდი და კივიან ისინი დადიან იქ, შემდეგ გვინდა ბატუტი, სადაც იწყებს ხტომას, აცვია მინიონის ფორმა, დახტის, უკვე ისევ ბავშვობიდან ვარსკვლავობაში გადადის და ვარსკვლავი ამ ბატუტზე ახტომის დროს უკვე მიემართება იქ, სადაც მისი ანუ ზეცაში. ანუ ეს ყველაფერი ვინ დაგეგმა და ესეთი სცენარი შექმნა პიროვნება ვინ? ჩემს გვერდიძის რეჟისორი. მართლა? დიახ, რეჟისორი ჩემს გვერდიძის. ძალიან მინდა მაგ ადამიანის გაცნობა და შემიძლია გაეცანი. აქა ვართ კაცო, გაგვეცანით თუ შეიძლება. ჩემო მეგობარო, რა პრობლემაა? თქვენი სახელი შეგიძლიათ რა გითხრათ? რაღაცა კაი კანალზე ზიხარ, კაი სიმაშვებით ეთყობა რა და კარგია. გითხარი, ჩემი სახელი გითხარი. მამუკა. მეგობრობა და შრიამული შენ მამუკას აპლოდისმენტები. შოუდან თავარი ბიჭები, მამუკა. მოკლედ ეს მეგობრული ხუმრობა იყო. წარმატებას გისურვებ შენს და შენს გასართობ ცენტრსაც და როდესაც დასრულდება ეს რეგულაციები, შეზღუდვები, აუცილებლად მე, ვანიკო და ილო გადავიხდით დაბადების დღეს თქვენთან. ოღონდ იმ სცენარით როგორ? არა, იმ სცენარით არა. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები. როგორ? ფარშევანგების გარეშე გამორიცხულია. ფარშევანგების გარეშე არ მოვლია. აჩიკოს თხოვთ და ფარშევანგებს გამოგვატანს. დიდი მადლობა.